მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნეტ გაზეთის პირდაპირ ეთერს და ეს არის მარში უკრაინის სოლიდარობისთვის. მოგეხსენებათ, დღეს 24 თებერვალს გავიდა 4 წელი მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი 2022 წელს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც უკვე 4 წელია გრძელდება. დღეს უკრაინის საელჩოსთან სულ რამდენიმე საათის წინ, დაახლოებით 2 საათის წინ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და უბრალოდ უკრაინის მხარდამჭერები შეიკრიბნენ უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობისთვის და იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ უკრაინაში დაღუპული გმირებისთვის. საელჩოსთან წაიკითხეს იმ 100-ზე მეტი ქართველი მოხალისის სახელი, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს უკრაინაში. გარდა ამისა, საელჩოსთან შესრულდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები, სხვა სიმღერები, საბრძოლო სიმღერები, როგორც უკრაინულ, ისე ქართულ ენაზე. აქ არიან ირანელები, აქ ხვდებით უკრაინის საქართველოს დროშის გარდა ევროკავშირის, ამერიკის დროშებს, ესტონეთის დროშას ხედავთ თქვენ ახლა კადრში. აქ იყო სიტყვით გამოსვლები უკრაინის საელჩოსთან. მათ შორის უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა მიმართა სიტყვით შეკრებილ მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში მარშით მიემართებიან მოქალაქეები პარლამენტისკენ. მე შეგახსენებთ, რომ დღეს არის უწყვეტი პროევროპული აქციების 454 დღე. წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება უწყვეტი აქციები. მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირისკენ სვლას, ასე ვთქვათ, და რომ რამდენიმე წლით გადავაჯდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს მარში, რომელიც დაიწყო, როგორც აღნიშნეთ, უკრაინის საელჩოსთან, უბრალოდ აქცია, რომელიც დაიწყო უკრაინის საელჩოსთან, მარშით მიემართვა ახლა სწორედ პარლამენტისკენ, სადაც ტრადიციული აქცია გაიმართება. უწყვეტი პროევროპული აქციების 454 დღე არის, როგორც უკვე აღნიშნე. მეოთხე წელია იცავს ბოროტებისგან, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იანებებას.
თქვენ მოისმინეთ აქ მარშის დროსაც და აქციაზეც ისმოდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ირანის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის განცხადებებიც. ასზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში ამ 4 წლის განმავლობაში და როგორც უკვე გითხარით, საელჩოსთან სხვადასხვა ადამიანის სიტყვით გამოსვლის დროს მათ შორის გააჟღერეს ამ ადამიანების სახელები და პატევი მიაგეს მათ ხსოვნას, მიიტანეს ყვავილები უკრაინის საელჩოსთან და დაანთეს სანთლები. მე შევახსენებთ, რომ აქციას შემოუერთდნენ როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, საქართველოში მცხოვრები ირანელებიც იყვნენ ამ აქციაზე და ამ მარშიც მონაწილეობენ და რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც უწყვეტად უკვე როგორც უკვე აღნიშნე 454 დღეა პროევროპული აქციების მონაწილეები არიან სხვადასხვა ფორმატში და ეს მარშიც, რომელიც დაიწყო უკრაინის საელჩოსთან, სწორედ პარლამენტთან დასრულდება. თქვენ ხედავთ კადრში რაოდენობას მოქალაქეების ასობით ადამიანი არის ალბათ აქ გამიჭირდება ზუსტი რიცხვის თქმა ცხადია, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანი, ასობით ადამიანი ნამდვილად შეიკრიბა უკრაინის საელჩოსთან დღეს. მათი ნაწილი გაიფანტა, ასე ვთქვათ, დარჩა საელჩოსთან, ან მოგვიანებით დატოვა ტერიტორია, თუმცა ძირითადი მასა მარშით მიემართება, როგორც უკვე აღნიშნე, პარლამენტთან. ამით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ დარჩით net gazette-ზე და მოგვიანებით დაგიბრუნდებით უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.